მოგესალმებით და ეს მინდა გაგიზიაროთ და მოგიყვეთ ერთი ძალიან საინტერესო და საჭირო ვებგვერდის შესახებ. ვებგვერდის მისამართი ჩანს ბრაუზერის ვებგვერდის ველში. სასურველია ამ ბრაუზერის გამოყენება, რომელსაც ქვია Google Chrome და რატომ არის სასურველი, მაგასაც გეტყვით. ორი სიტყვით სანამდე საქმეზე გადავიდოდე. ვებგვერდების უმრავლესობა, რომელიც გვთავაზობს ასეთი ტიპის მომსახურებას, არის უფასო, ხშირ შემთხვევაში არის ფასიანიც, ოღონდ არის ხოლმე უკვე დამზადებული მზა რესურსებია, გვასწავლიან რესურსების დამზადებას სხვადასხვა საჭიროებისთვის და მოკლედ ეს ვებგვერდები არის ხოლმე უცხო ენაზე ხშირ შემთხვევაში. მაგრამ ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთარგმნოთ ჩვენთვის მოსახერხებელ ენაზე. ჩემ შემთხვევაში ეს იქნება ქართული. ამ ბრაუზერს იმიტომ უსვამ ხაზს, რომ ამ ბრაუზერს აქვს სწორედ გადათარგმნის ფუნქცია ჩაშენებული. მარჯვენა ღილაკს ვაჭერთ თავისუფალ ადგილას ხელს. ვირჩევთ ჩამონათვალში აი ამ ველს. აქ თავიდან ქართული არ ეწერება, შეიძლება იყოს ინგლისური ან სხვა ენა. აი აქ ვაჭერთ მარჯვენა ღილაკს, უბრალოდ მარცხენა ღილაკს მაუსისას. გამოვა ესეთი ფანჯარა, აქაც არ იქნება თავიდან ქართული ენა, იქნება სხვა. 4 წერტილი აი აქ სადაც ჩანს, აი აქ უნდა დავჭიროთ მარცხენა ღილაკი მაუსის და ჩამონათვალში ვიპოვით აი ესეთ პირველივე ველს. ვაჭერთ ისე მარცხენა ღილაკს, ჩამონათვალში ენებისაში ვირჩევთ იმ ენას, რომელიც ჩვენთვის არის სასურველი. არის აზერბაიჯანული და კიდევ უამრავი სხვა ენა. მე ამ შემთხვევაში მჭირდება ქართული. აქ არის ქართული ენა, ვიპოვი. ამ ველს დავაწვევი და სხვა დროს როცა ამ ბრაუზერს გამოვიყენებ, წესით ეს ავტომატურად დაყენებული იქნება თარგმანი ქართულს. თუ სხვა ენა დამჭირდება, გადავრთავ სხვა ენაზე ამ ჩამონათვალში ისევე იმ манипуляციით, რაც წერან ჩვენ გავაკეთეთ. ხა კონკრეტულად რაც შეეხება ფოტოს გადაქცევას, გასაფერადებელ ფოტოთ, შევდივართ ამ ჩამონათვალში. ვირჩევთ ფილტრების ჩამონათვალს და პირველივე ხაზოვანი ნახაზი, ესე ქვია ქართულად. ვირჩევთ ამას, ვაჭერთ მარცხენა კნოპკას თუ ღილაკს ხელს. გამოდის ესეთი ველი. აქ უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი სურათი. მე მაქვს ესეთი საქაღალდე, რომელსაც დავარქვი რესურსები. აქ მომზადე საახალწლო თემატიკის სურათები და ახლა ავირჩევ ამ კონკრეტულს. აი თვითა უკვე ხედავთ. კონვერტაციას ვაწვევი და რამოდენიმე წამში მზად არის ჩემი გასაფერადებელი სურათი. შემიძლია ვნახო მანამდე როგორ იყო ორიგინალი და როგორი გახდა. ჩამოტვირთვას ვაწვევი. აქ რაღაც რეკლამებს აჩვენებს, მაგრამ ეს ჩვენ აღარ გვჭირდება, შეგვიძლია ისე უკან გამოვიდეთ. ჩამოტვირთვებში არის ჩემი სურათი, მე ამას ახლა გადავიტანე ჩემს საქაღალდეში და ახლა უკვე ჩანს. რაც არ ვქვა სალეწევან ბოლომდე ალბათ. ავხსნე და შემიძლია დავფეჭდო პრინტერზე და გამოვიყენო სხვადასხვანაირად, როგორც მე მჭირდება. შემიძლია თავისუფალი გაფერადებისთვის მიცვევავს, როგორც უნდა ისე გააფერადოს რა ფერებშიც, შემიძლია კონკრეტული დატვირთვა მივცე და აი ეს ფოტო, რომელიც ორიგინალია მივცე იმუშად და ვთხოვ, რომ ამის შესაბამისად გააფერადოს ეს